საშიშია თუ არა საკვები დანამატები და ბოლოს რას ნიშნავს ეს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. როგორც კომენტარებიდან გამომდინარე მივხვდი, საქართველოში ამაზე ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება. არა და რეალურად წარმოიდგინეთ ჩვენს ორგანიზმს დღეში ჭირდება 114-მდე საკვები ელემენტი, მიკრო და მაკრო ნუტრიენტები და გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საკვები გამოფიტულია და ბევრ ვიტამინებს და მინერალებს არ შეიცავს, მე ყველა ოჯახს ურჩევდი, რომ კონდეს სახში საკვები დანამატები, ისე ფიზიკურად ვერ შევივსებთ დღიურ ნორმას ყველა ამ ელემენტის. მოდი შევადაროთ, რა სხვაობაა ბიოლოგიურ აქტიურ დანამატსა და ჩვეულებრივ ქიმიურ ვიტამინს შორის, ანუ წარმოება როგორ ხდება. მაგალითად, პირველ შემთხვევაში, როგორც გითხარით, აშრობენ საკვებს და იქიდან იღებენ ამ ვიტამინებს. მეორე შემთხვევაში, ლაბორატორია მიცის მაგალითად C ვიტამინზეა საუბარი, ხო? იცის რა ფორმულა აქვს ამ C ვიტამინს, ლაბორატორიაში ასინთეზირებენ და ტაბლეტის სახით გვაძლევენ. და დიდ შემთხვევაში ეს ქიმიურად სინთეზირებული ვიტამინები საერთოდ ორგანიზმში თითქმის არ აითვისება. ამიტომ საკვები დანამატები ბევრად ჯობია ამ ყველაფერს. ასევე უკვე არსებობს დანამატები, რომლებიც სრულფასოვნად ანაცვლებს კვებას, მაგალითად დილის საუზმეს, ჩემი საყვარელი საუზმეა დაბალანსებული შეიკი, რომელშიც შედის საჭირო ცილებიც, ცხიმებიც, ნახშირწყლებიც და ვიტამინებიც.